ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის დავით დემურიას ოჯახს დღეს პრეზიდენტმა პირადად მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილ პოლიციელს ვახტანგ გორგაცლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა. ღირსების ორდენი პრეზიდენტმა დავით დემურიას ვაჟს პირადად გადასცა. სააკაშვილის განცხადებით სოფელ ხორგაში მომხდარი ტრაგედია იმ ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგია, რომელიც ახლად არჩეულ პარლამენტს არ უნდა დაემტკიცებინა. რო დავიწყოთ 2004 წესრიგის დამყარება, მაშინ ხდებოდა ხოლმე ესეთი რაღაც. ეხლა ჩვენ ამ მთავრობას დაუტოვეთ გამართული პოლიცია და ფული, რომელსაც ჭამენ მთელი ეს წელი. არაფერი ახალი არ შევქმნეთ, არაფერი ახალი არ გაუკეთებიათ. ერთ-ერთი რაც მე ვეხვეწებოდი, რომ ნუ უშვებთ ამ კრიმინალებს მასობად გარეთ. როცა ჯაბამ გამოუშვა, მაშინ არც პოლიცია ყავდა საქართველოს, არც ფული ჰქონდა, იმიტომ გადაუარეს ქვეყანას. ეხლა ერთი წელი კბილებით უჭირავს ჩემი მთავრობის დატოვებულ ფულს და ჩემი მთავრობის დატოვებულ პოლიციას. მაგრამ ეს ყველაფერი უსაშვილო არ არის. ესეთი ბიჭები განუსაზღვრელი რაოდენობის არ არიან, მე ყველა დაიღლება და მე ვშიშობ, რომ ჩვენ ვართ ხოლმე დასაწყისში და როცა ამნისტიას ლახავდნენ, პირადად ივანიშვილი ურეკავდა დეპუტატებს. მაგის მომსწრე ვარ, რომ შეეგროვებია, რომ გადაელახათ უბრალოდ ვეტო პრეზიდენტის ამნისტიასთან მიმართებაში. ჩემმა ძმამ ძალიან ბევრი ომი გამოიარა. ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი ჩილდო მიუღია. დღეს კი ქვეყნის პრეზიდენტმა ვახტანგ გორგაცლის პირველი ხარისხის მედალი მოუდანა. ეს დასაფასებელია. გმირები ყოველდღე არიბადებიან. ამიტომ ყველას მინდა მადლობა უთხრა, ვინც ჩემი ძმა დააფასა. არა რაიმე მნიშვნელობა არ აქვს, რანგი იქნება თუ ნებისმიერი რიგითი ადამიანი. უბრალოდ კარგია, რომ ღირსეული ადამიანები ფასდებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვამაყობ, რომ გმირი ძმა მყავდა. დავით დემურია რამდენიმე დღის წინ ხობის რაიონის სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა. ყაჩაღობისთვის ძებნილმა თეიმურაზ ოკუჯავამ პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ორმხრივის როლის დროს დავით დემურია დაიღუპა. 4 პოლიციელი კი დაიჭრა.